თუ მიმდინარე წლის 26 აპრილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი დღე პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრებს შორის, იმიტომ რომ 26 აპრილს ვატიკანში ძალიან ბევრი რამ მოხდა. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის 23 სექტემბერია ამგვარი დღე, როდესაც ნიუ-იორკში ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი. თავად პრეზიდენტი ზელენსკის კი გაყმირვებული ტრამპის უაღრესად არა მხოლოდ სწორი, არამედ პოზიტიური აღქმებითაც, პოზიტიური მიდგომებითაც, განსხვავებული მიდგომებითაც და პრეზიდენტი ზელენსკიც ადასტურებს, ან აღიარებს, ან ამბობს, რომ ეს იყო ყველა სხვა შეხვედრაზე უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა. პირველ ყოვლისა, ჩვენ რასაკვირველი არ ვიცით ამ შეხვედრის, უშუალოდ შეხვედრის ყველა დეტალი, მაგრამ რაც ვიცით, ისიც კი საკმარისია. რაც საჯაროდ იყო გაცხადებული, ისიც კი საკმარისია, რომ ჩვენც სუსტად ასე აღვიქვათ ეს ამბავი. იმიტომ რომ ტრამპი, რომელიც სხვადასხვანაირი იყო მიმდინარე წლის 20 იანვრიდან უკრაინასთან დაკავშირებით, ხანდახან ორჯერ სამჯერ მან დიქტატორიც კი უწოდა პრეზიდენტ ზელენსკის, 5ჯერ, 6ჯერ, 7ჯერ ისიც კი თქვა, რომ ტერიტორიები უნდა გაცვალონ რუსეთმა და უკრაინამო. შეიძლება მეტჯერ და შეიძლება ნაკლებჯერ ის თქვა, რაც უკრაინელებისათვის, უკრაინის მხარდამჭერებისათვის, კომაგებისათვის და პრეზიდენტ ზელენსკისათვის იყო არა თუ ოდნავ, არამედ აბსოლუტურად მიუღებელი. აი ახლა ტრამპი, ასე უნდა ვთქვათ, მაინც აბსოლუტურად ტრანსფორმირდა და თუ ეს პოლიტიკა, ეს რიტორიკა და პოლიტიკა შეინარჩუნა მან, ამ შემთხვევაში უკრაინის გამარჯვება არა ხვალ მაინც და მაინც არ მოხდება. უკრაინა ხვალ მაინც და მაინც ხვალ არ გაიმარჯვებს, მაგრამ ბევრად მოახლოვდება უკრაინის გამარჯვება როგორც ასეთი. მე რამდენიმე ყველგან ცხადებას ცხადია პრეზიდენტ ზელენსკის ყველგან ცხადებას და პრეზიდენტ ტრამპის ყველგან ცხადებას ასაკვირველი არ წავიკითხავ, არ გაგაცნობთ, მაგრამ აი ზოგიერთზე კი შევჩერდები და ზოგიერთზე კი გავამახვილებ ყურადღებას, მით უფრო რომ ჩვენთვისაც არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის კონტექსტში ეს ცხადია, არამედ რუსეთთან ბრძოლის კონტექსტში, რუსეთის დასუსტების გარდაუვალი აუცილებლობის კონტექსტში ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი როგორ დასრულდება 4 ოქტომბერი ან პროცესი ჩვენთან, მაგრამ ამაზეც ვიტყვი. აი ივანიშვილი გადააგორებს თუ არა ამ კრიზისს, თუმცა იმდენად დიდი სურვილი მაქვს, რომ ვერ გადააგოროს და გადახვეს ამ ამბებს, რომ ვაჯერებს საკუთარ თავს. და საზოგადოებასაც მოვუწოდებ, რომ გამოვიდეთ და დავამთავროთ ივანიშვილის რეჟიმი. მაგრამ საბოლოო ჯამში არც მე და არც ერთმა ჩვენგანმა ხომ არ იცის, როგორ დამთავრდება თუ 4 თუ 5 თუ 6 ოქტომბერი თუ ეს პროცესი, ეს რევოლუციური პროცესი. მაგრამ ის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს პროცესი აქ, თუ რუსეთისათვის კისრის მოგრეხვის, ხო, ხელში წაჭერის პოლიტიკა გაგრძელდა და შედგა როგორც ასეთი, ეს ძალიან საქართველო ამბავი იქნება, საჩვენო ამბავიც იქნება უკრაინაზე, რომ აღარაფერი თქვა. ტრანსფორმირებული და მთლიანად პროუკრაინელად გარდაქმნილი ტრამპი ნახეთ რას ამბობს. მჯერა, რომ უკრაინა ევროკავშირის მხარდაჭერით შეძლებს ბრძოლას და გაიმარჯვებს. დაიბრუნებს მთელ უკრაინას თავდაპირველ ფორმაში, საზღვრებში. უყურეთ, ტრამპი პირველად აკეთებს ამგვარ უსერიოზულეს და სხვა აქცენტების განცხადებას. ევროკავშირს ახსენებს ამ კონტექსტში და არა ნატოს. ეს შეიძლება გარკვეულწილად ესეთი შეცდომა შეძლებს ბრძოლას, მას ჯერა რომ შეძლებს ბრძოლას და რომც არ სჯეროდეს პრეზიდენტ ტრამპს უკრაინა ფაქტია რომ იბრძვის, გაიმარჯვებსო, ამბობს ამას, დაიბრუნებს მთელ უკრაინას თავდაპირველ ფორმაში, საზღვრებში. აი ამგვარი აქცენტი ტრამპს არ გაუკეთებია არასოდეს. ბაიდენსაც კი ამგვარი აქცენტი არ გაუკეთებია არასოდეს. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განცხადებები მისი წინ გველის.
უკრაინისა და რუსეთის სამხედრო ეკონომიკური სიტუაციის სრულად გაცნობისა და გააზრების გაგების შემდეგ იმის დანახვის შემდეგ რა ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის ეს რუსეთს ვფიქრობ უკრაინა ევროკავშირის კვლავ ევროკავშირზეა საუბარი დახმარებით მზად არის ბრძოლისათვის და პირვანდელი ფორმით საზღვრების აღდგენისათვის დროის საშუალებით მოთმინებითა და ევროპის განსაკუთრებით კი ნატოს ფინანსური მხარდაჭერით ამ ომის დაწყების ადგილიდან თავდაპირველი საზღვრების დაბრუნებამდე ძალიან რეალური ვარიანტია. ოღონდ რა არის ეს თავდაპირველი, რა არის საწყისი, ხო? ომის დაწყების დღედ რა მიიჩნევა 24 თებერვალი 22 წლისა? მე გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას არ გულისხმობს. მე გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი გულისხმობს 2014 წლის თებერვალს, მარტს, როდესაც ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის შედეგად რუსეთმა მიისაკუთრა თავდაპირველად ყირიმი და ამას დაამატა დონბასი. ანუ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები იმხანად ჯერ არ იყო საუბარი ზაპოროჟიეზე, ხერსონზე და სხვა იმ რეგიონებზე თუ ქალაქებზე, რომელთა დაპყრობაც რუსეთმა უკვე შემდგომ წლებში 2023 წელს, 24 წელს განიზრახა. რატომაც არა, კითხულობს ტრამპი, რუსეთი უაზროდ იბრძვის, ესეც საინტერესო პასაჟია, უკვე 3.5 წელიწადია, მაშინ როცა ნამდვილ სამხედრო ძალას ამ ომის მოსაგებად დააკნინა, ნახეთ, მიაკნინა რუსეთი. ნამდვილ სამხედრო ძალას ისეთის როგორიც არის. შეერთებული შტატები ისეთის ძალას როგორიც არის, ასე მაგალითად ჩინეთი და ამ თვალსაჩინო ჩინეთს არ ახსენებს, მაგრამ უთუოდ გულისხმობს ამ ომის დასრულება შეეძლო მალე და არ დასჭირდებოდა, გაცილებით ნაკლები დასჭირდებოდაო. ეს კი რუსეთს ქაღალდის ვეფხვათ, ანუ ბაქი-ბუქა სახელმწიფოდ წარმოაჩენსო. ამ განცხადებაში ტრამპმა ან ასამბლეის ტრიბუნიდან კიდე ბევრი რამ თქვა, მაგრამ აკი იგითხარით, რომ დროის სიმცირის გამო ამაზე ყურადღების გაბახვილება არანაკლებად ღირს, მე ბარემ კითხვა მაქვს. მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტად წოდებული პირი ამ ყველაფერს ხო უსმენდა. ნუ თუ მას არა, მეც ახლა ვახურებ. მას არ ყოფნის თვალსაწიერი, რომ გაისიგრძე განოს ის, რაც ითქვა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ღიად, ასევე მე უკვე ინტერვიუში, კომენტარში, მე უკვე ზელენსკის ინტერვიუში, კომენტარებში, რაც ითქვა ცალკეული ევროპელი დასავლელი ლიდერების მხრიდან, რაც ითქვა რაზეც იყო საუბარი კულუარებში, რომელსაც ის არანიშვიათად ან საერთოდ არ ესწრებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ხომ უნდა ყოლოდა პრეზიდენტი, რომელიც აი ამ კონტექსტს ხო არაჩვეულებრივად წაიკითხავდა და საქართველოსთვის სასარგებლო ნაბიჯებს ხადია მთავრობასთან შეთანხმებით გადადგამდა, მაგრამ ვაგლახრო მასე არ მოხდა, იმიტომ რომ 2012 წელს ბიზნა ივანიშვილი დაგვასვა რუსეთმა თავზე, ჩაგვიტარა რა აი ეს SVO, ხო? სპეციალური სამხედრო ოპერაცია თუ რამეს ერქვა საქართველოს კონტექსტში იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი. ძალიან მადლობელი ვარ დონალდ ტრამპისა. ამჟამად დეტალების გაზიარება არ შემიძლია. ტრამპს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ამას ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი. ნახეთ, დეტალია, ხო? თითქოს ესეთი უმნიშვნელო, არამნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი აღიარებს, ღიად ამბობს, რომ ტრამპს აქვს ფრონტზე, კუპიანსკთან, პირობითად ცხადია, ხო? აქვს კუპიანსკთან არსებული ვითარების თაობაზე ინფორმაცია დეტალური და ეს კი ნიშნავს იმას, რომ იქ ამერიკელები მუშაობენ ისე რომ უჩუმრად არიან, ისე რომ არ ჩანან და აი პრაქტიკულად ყოველდღიურ თუ ყოველკვირეულ რეჟიმში მოახსენებენ ხოლმე პრეზიდენტ ტრამპს, რა ხდება ახლა რომელიმე სოფელ ქალაქთან უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე, ვის რა პოზიციები აქვს და ტრამპი აკი ახსილი ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე ობიექტური ანალიზით გაისიგრძეგან არა, რომ ცოტაზე მეტად მირხეული აქვს რუსეთს, სულ უფრო აქტიური არის ხარდაჭერით განცხადებებში.
ხო, პუტინმა ტრამპს გაუზიარა, ესეც არის, რომ ზელენსკი Fox News-თან ინტერვიუში ამბობს შემდეგ რამეს. პუტინმა ტრამპს უთხრა, გაუზიარა ეს ინფორმაცია, რომელიც სიმართლისაგან ძალიან შორს იყო, ახლა ტრამპი და ვინ უფრო მეტად არის ინფორმირებულიო და ვინ ემუშავება. მიაქციეთ ყურადღება, რომ რჩეველი ვიტკოფი ცოტაზე მეტად უკან არის, ანუ მშვიდობის მტრედი, არ ვაკრიტიკებ მაინც და მაინც, მაგრამ დღენიადაგ მშვიდობაზე მოსაუბრე ვიტკოფი თითქოს უკანა ჰყავს ჩაწეული, ჩაჩოჩებული, ასე ვიტყვი პრეზიდენტ ტრამპს და უფრო ამოწეულია რუბიო და მისი ჯგუფი, ხო? მათ შორის გენერალი კელოგი, მათ შორის უშუალოდ რუბიო, მათ შორის კონგრესმენები, რომლებმაც გაიხარეს ტრამპის აი ამ მართლა გაიხარეს ოდიში ტრამპის აი ამ ბოლო განცხადებების და როგორც ჩანს უკვე საბოლოოსკენ მიმავალი პოლიტიკის ჩამოყალიბების გამო და მყისიერად დაახვედრეს განცხადება კონგრესის ზედაპალატიდან უფრო, ანუ სენატიდან, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებებს და ყველას დასჯიან, ვინც უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს. აი, ჩინეთი იქნება თუ არა დასასჯელთა სიაში, მე ვერ გეტყვით, იცით თქვენ რომ ესე იგი დღეს აგვაქვს ჩვენ 24 უახლოეს დღეებში გაიმართება სისა და ტრამპს და სის შორის შეხვედრა. მე არ მაქვს ის ილუზია რომ მაინც და მაინც ამ შეხვედრაზე გადაწყდება რამ. იცით თქვენ რომ ჩინეთი ძალიან ოსტატურად იყენებს ამ ვითარებას, აომებს რუსეთს, პრაქტიკულად ესე უნდა ვთქვა და ამასობაში შედის რუსეთის აღმოსავლეთით და პუტინს მართლა რომ რუსული პატრიოტიზმი ამოძრავებდეს, პატრიოტიზმი ჰქონდეს, ხო, უყვარდეს ქვეყანა, გაცილებით დიდ პრობლემად მიიჩნევდა уралს იქით ტერიტორიაზე ჩინეთის ექსპანსიას, ვიდრე უკრაინის თუნდაც ნატო ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ პუტინის Путина не понять, ხო, ანუ ვერ გაუგებ რა უნდა პუტინს და საერთოდ ვის ემსახურება და რას ემსახურება და რამდენად მასშტაბური იდიოტია, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის სის შეხვედრებმა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების, ჩინეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ერთგვარმა დალაგების მცდელობამ შეიძლება უცებ აი ესე მიაჭყლიტოს რუსეთი, როგორც ასეთი მე არ მაქვს ამის დიდი ბოლოდინი, აქვე გეტყვით, ჩინეთი მაინც ცდილობს რომ მეორე გეოსტრატეგიული ცენტრი იყოს, შეხვედრისთვის არ გაიმართება მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება იქ, მაგრამ ეს არ არის ერთი დღის და ერთი კვირის პროცესი, ბარემ რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი და არავის უნდა ჰქონდეს ბოლოდინი, რომ აი ტრამპი და სი ხვალ ერთმანეთს შეხვდებიან და უკლებლივ ყველაფერზე მოილაპარაკებენ, მაგრამ ესეც ვარიანტია მეთქი ამის თქმა მინდა. ხო, ზელენსკი ამბობს შემდეგ რამესაც, რომ ტრამპიო დამეთანხმაო, რომ პუტინი არ დაელოდება ომის დასრულებას. პუტინი შეეცდება იპოვოს სუსტი წერტილები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატოს წევრი ქვეყნებში და ის გამის გაკეთებას შეეცდება. უყურეთ, ეს უკვე ჩანს და ტრამპი როგორც ჩანს ძალიან უკიდურესად შეშფოთებულია იმის გამო, რომ პუტინმა დაიწყო ნატოს მეხუთე მუხლის ერთგვარი გამოცდა. ნატოს ცდის ესე ვილაპარაკოთ და აღსაკვირველია მაგალითები ადასტურებს, ნატოს რეაქცია ადასტურებს იმას, რომ ეს სუსტი წერტილები უკვე ნაპოვნია. მე გულახდილად გეტყვით, რომ არ მაქვს ბოლოდინი პერსონალურად მე და სხვებსაც, რომ ის მაინც და მაინც კალინინგრადის მიმართულებით სუვალკის კორიდორის დერეფნის გავლით დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას. ამის ბოლოდინი აქვს ბევრს, მაგრამ მე არა ვარ ამ ბევრთა შორის. მე მგონი რუსეთი ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ბელარუსის გამოყენებით. ცხადია, კალინინგრადის მიმართულებით, ანუ პოლონეთისა და ლიტვის გადაწუხებას, შეწუხებას და იქ საჯარისო ნაწილების გადასროლას სახმელეთო ჯარს გულისხმობ, მაგრამ კალინინგრადთან მიმართებაშიც და არა მხოლოდ კალინინგრადთან მიმართებაში რუსეთი რასაკვირველია დაიწყებს განაგრძობს ნატოს მედეგობის, ურყევობის, მეხუთე მუხლის და ასე შემდეგ გამოცდას. დღეს დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხს. 20,000 აი ქართველ პრორუსებს, უბრალოდ ქაოცებს უნდა უთხრა. სულ დღენიადაგ რო ლაპარაკობენ, რომ მშვიდობა გვინდა, თქვენი მშვიდობა რა ვთქვი მე, ამაზეც ვილაპარაკებ რამდენიმე წუთში, თუ მოხერხდება, ალბათ მოხერხდება.
თქვენი მშვიდობა რა ვთქვი მე. მაგრამ აი ერთ წამს რო წამოყვეთ ლოგიკაში და ერთ წამს რომ გითხრათ რომ ოკეი მშვიდობა გარდაულა აუცილებელია. როგორღა უნდა დადგეს ეს მშვიდობა, როდესაც თქვენ არიცით, ამას არ აღიარებთ, ამას ზუსტად ისე არ აღიარებთ, როგორც პუტინი არ აღიარებს, მაგრამ 20,000 ბავშვი ჰყავს გატაცებული პუტინის ჯოჯოხეთურ სახელმწიფოს რუსეთის გლუბინაში გადასახლებული, რომ დაუკარგოს ამ ბავშვებს მეხსიერება წაეშალოთ თუ წაერთვათ, ხო, დაეკარგოთ ამ ბავშვებს მშობლები და მათ დაეკარგოთ, მოდი ასე ვიტყვი, ნაციონალური როგორც ასეთი იდენტობა, ისინი რუსებად უნდა იზრდებოდნენ, ვინც ის 10-15 წლის შემდეგ, რომელიმე მათგანი ან ბევრი მათგანი უნდა მოახვედრონ კიდეც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და აომონ თუ იმხანადაც ომი იქნება უკრაინის წინააღმდეგ და 20,000 ბავშვია ლაპარაკი და ამასაც დიდი ყურადღება დაეთმო ამ შეხვედრის დროს და ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისათვის ამერიკის იარაღის შესყიდვაზე ტრამპმა მიაღწია წარმოუდგენელს. მოდი ვაღიაროთ ანტიტრამპისტებმაც უნდა აღიაროთ ეს. ტრამპმა მიაღწია წარმოუდგენელს, მან გააზრდებინა ბევრ სახელმწიფოს კი არა პრაქტიკულად ყველას ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან ბიუჯეტი თავდაცვისა გააზრდებინა და რო გააზრდებინა და უკვე გაზრდილი ბიუჯეტის მიხედვით უკვე დაავალდებულა ისინი, რომ თუ უკრაინის გამარჯვება უნდათ, მათ უნდა შეისყიდონ იარაღი სწორედ შეერთებული შტატებისაგან, რომელიც დასაკვირველია ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის კი არა საერთოდ პლანეტაზე, მაგრამ აქვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ტრამპი სულ ამახვირებს, ყოველდღიურად ეს არ მოგწონდა ჩვენ, ბევრს არ მოსწონდა, მოდი ასე ვიტყვი, რომ აი ევროპა განთავისუფლდეს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირისაგან, ევროპა განთავისუფლდეს რუსული ბუნებრივი აირისაგან და ნავთობისაგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორი, აქცენტებია, მაგრამ აი არ მოგწონდა მეუბნები ამ ხოლმე ხო, კარგი ხარ, მაგრამ ჩქარი ხარ. ეს მისი აჩქარება ამ თვალსაზრისით, თორსა ალტერნატივები როგორც ასეთი არ არის, თორსა მას დაეძაბა, მან გადაძაბა ურთიერთობა ინდოეთთანაც კი. ინდოეთთან, რომლის ლიდერიც პრინციპში თანახმა იყო, რომ არა ჩინეთისკენ და არც წავა ჩინეთისკენ, მაგრამ არა თუნდაც სიტუაციური ალიანსი ჰქონოდა, დროებითი ალიანსი ჰქონოდა ჩინეთთან, ნიუ-დელის არაბეთ ჰქონოდა სწორედ შეერთებული შტატების მთებქვეშ ყოფილიყო მოქცეული ეს მზარდი და გაცილებით მზარდი, აი დინამიკის თვალსაზრისით ქვეყანა ვიდრე ჩინეთია, ხო? როდენი ჰქონდა ამგვარი რომ ტრამპი არ გადაძაბავდა ურთიერთობას ევროკავშირთან ნავთობისა და ბუნებრივი აირის რუსეთისგან შესყიდვის აკრძალვის კუთხით. ამ რთული წინადადება ჩამოვაყალიბებით, თავადაც ხვდები ტრამპმა გადაძაბა, მაგრამ ნახეთ როგორია ევროკავშირი, მე აქ თუ ნახე ეს ინფორმაცია აქვე ჩავიკითხავ, ხო? ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა ევროკავშირის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრძანებს, აუცილებელია სწრაფად შევაფცინოთ რუსეთის შემოსავლები ნავთობისაგან და გაზზე, ნავთობზე და გაზზე, ვამკაცრებთ, ურსულა ამბობს ამას, ზეწოლას, ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს რუსულ ბაზრებზე, ევროპულ ბაზრებზე და მიზანში ვიღებთ მესამე ქვეყნებში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობით მოვაჭრებს. 2027 წლისათვის ევროპა საბოლოოდ დაასრულებს რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას. ანუ 25 წლის სექტემბრის მიწურულას ვართ ახლა, მოდი ავიღოთ თუნდაც 2 წელი, ანუ 2027 წლის სექტემბრისათვის ეს საბოლოო გადაწყვეტილება კი არა მისვლა მიგორება ევროპისა ამ ამბამდე ოღონდ პრეზიდენტ ტრამპსაც ხა ჩავარტყათ ხო ოსტატურად პრეზიდენტ ტრამპსაც მართებს 27 წლამდე ანუ უახლოეს პერიოდში მისი მოკავშირეების ევროპაში მისი უფრო მოკავშირეების პირველ ყოვლისა უნგრეთის ლიდერის განრუსეთებისათვის ბრძოლა და ძალისხმევების მიმართვა ანუ ბუდაპეშტი უნდა განმოსკოვდეს, მოსკოვს უნდა მოსცილდეს და ვაშინგტონის წვლილწილი ამაში უზარმაზარი უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ ვინმე არის რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი, რუსეთთან რბილი პოლიტიკის გამტარების მომხრე, მოსურნე, ლობისტი, რაც გდებავთ ის
დავარქვათ ეს სწორედაც რომ ვიქტორ ორბანია ერთის მხრივ მოკავშირე პუტინისა და მეორეს მხრივ მოკავშირე ბანდიტი ივანიშვილისა, რაც ახსენებელი იყო ახლა, მაგრამ მანამდე 15 წუთით ადრე მე ვახსენე საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება, ყაველაშვილი ვახსენე, ნიუ-იორკში ჩასული და ვერაფერი ვერ გაიგო ის ყაველაშვილი. კაპიტოლიუმში დიდი ხანია ელოდნენ სიგნალს, რომ წასულიყვნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი ორპარტიული სანქციების პაკეტის მიღებასთან მიმართებით, მოსალოდნელი კანონ პროექტი, რომელსაც სენატი მიიღებს, ითვალისწინებს მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს 500%-იან ტარიფს, ეგრა მაგის პასუხია. ამას ამ წინადებას დავამთავრებ 500%-იან ტარიფს იმ ქვეყნებიდან საქონელზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ეგრა მაგის პასუხია და ჩინეთის არადა ინდოეთის ერთგვარი ადვოკატირება კი სცადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ეს ძალიან რთული, ძალიან სენსიტივი, ძალიან ფაქიზი თემაა. ლოგიკა იმისა, რომ ინდოეთი უნდა მოსწყდეს ჩინურ გავლენებს, მოდი ასე ვიტყვი, პეკინს როგორც მეორე გეოსტრატეგიულ ცენტრს, ამაში ლოგიკა არის, მაგრამ აი ცალკეული ქორების, მძიმე ხალხის, ხო, მძიმე ხალხის მძიმე, მათ შორის ამერიკის კანონმდებლებისა, ამერიკის პოლიტიკური ისტაბლიშმენტში ყოფებისა, რომ ინდოეთის წაუღია წყალს, იმიტომ რომ სამართლიანობა არის სამართლიანობა, ამათი აზრიც რასაკვირველია, ანგარიშ გასაწევი და ყურადღება მისაქცევია. ამასობაში იცით თქვენ, რომ შესანიშნავი სიტყვა ჰქონდა პოლონეთის საგარეო მინისტრს რამდენიმე დღის წინ, ახლა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ კიდე უფრო კარგი სიტყვა, არანაკლებ კარგი სიტყვა თქვა, რუსეთი არის სახელმწიფო, ქართველ პრორუსებს, ანუ კოცებს მიმართავ, ნახეთ რას ამბობს ევროპა, თქვენ რამ ჩაგტოვათ იმ ჭაობში, მე მესმის რომ კორუფცია, ფულის დაღაფვის სურვილობა ბიზნა ივანიშვილისადმი მონურმა მორჩილებამ ყველაფერი მესმის, მათ შორის შიშმაც და მათ შორის კომპრომატებმაც, რომლებიც მაღალი ალბათობით არსებობს თქვენზე, მაგრამ და უკადრებელი იკადრეთ საერთოდ, როდესაც გადაიღეთ ყველა დეტალი, ყველასი პრაქტიკულად გასაგებია, გავიგეთ და ყველაფერი იცით ან ვიცით ან სუსმა იცის ან ბიზნამ კიდე თავისი არქივი აქვს და ალბათ რაღაცებზე кайფობს ხოლმე მისი ახლო გარემოცვის აწუხე ყოფილი წევრები ამას ადასტურებენ, მაგრამ ნახეთ სოფლიოში როგორი ტრენდია, ხო და პაპუაშვილზეც მე უნდა ვთქვა სამიოდე სიტყვა, პაპუაშვილზე და არა მხოლოდ როგორი ტრენდია, ნახეთ ტრენდია, როგორი მიმართულებაა, როგორი კალაპოტია, როგორი სტრიმია, რა ვიცი, რანაირად ყველა წეჩენიე, ესე გითარგმნით პიავოლსკი მაინც და მაინც თუ არ გესმით ჩემი. ხო, ან ცოდარები ძველი, აი რიმა ბერიძე გითარგმნით და კიდე ვიღაცები. რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და აი პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და პოლონეთს უფრო ებუქრება სხვათა შორის კონვენციური ომი, თუნდაც სარაკეტო ომი ვიდრე საქართველოს. ამბობს, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს, რუსეთს აქვს იმპერიული და კოლონიური მისწრაფებები, ეს დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ეს გამომადგება, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ რეგიონული კონფლიქტი არ არის, რუსული აგრესიის ფესვები წმინდა იდეოლოგიურია, რუსეთი ხალხებს კოლონიალურ საკუთრებად აღიქვამს. ეს ხო, აი, დავსკრინოთ თქვენის ნებართვით, რომ გამომადგება და ესე პარალელურად ორ გვერდზე ვერ ვიქნები და ახლა თქვენის ნებართვით არც კი დაახლოებით 3-5 წუთი მე გადავალ ერთ ისტორიულ ამბავზე, ისტორიულ პერსონაზე და ამ ისტორიულ პერსონას ქვია 1798 წელს ასაკში მყოფი გარდაცვლილი ერეკლე მეორე და დღეს ნახეთ რას ამბობს ბანდიტი კობახიძე და კარგად უნდა გაიგოთ მაშინაც მე-18 საუკუნის მიწურულს, მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, მთელი 21 საუკუნის განმავლობაში საქართველოს დამონება უნდოდა რუსეთს ნებისმიერი ფორმაციის რუსეთს, ეს იქნებოდა მეფის რუსეთი, ეს იქნებოდა უკვე ბოლშევიკების რუსეთი, ეს იქნებოდა უკვე პოსტბოლშევიკური, პოსტკომუნისტური რუსეთი, ეს არის ელცინის რუსეთი, ეს არის პუტინის რუსეთი და ასე შემდეგ. მე არავითარ შემთხვევაში არ შევდივარ ახლა იმ ოდინდელ კალაპოტში, რასაც მეფე ერაკლეს განკიკება, კრიტიკა, მეფე ერაკლეს 1798 წელს გარდაცვლილი ასაკიანი კაცის, მეფის
კრიტიკა ქვია კახეთის მეფის მაგრამ არამც და არამც არა ვარ მომხრე იმისა რომ მეფე ერეკლე ქართულმა საზოგადოებამ წარმოაჩინოს როგორც ერთადერთი და საუკეთესო მონარქი ჩვენს ისტორიაში ეს კარგად უნდა გაიგოთ და გულახდილად გეტყვით ახლა მე შევწყვეთ თქვენის ნებართვით ჩემს ვიდეოს იმიტომ რომ ტრამპზე ვილაპარაკე ზელენსკიზე და ასე შემდეგ და აი ჩართვა მეფე ერეკლესი ხო ამ ამბავში ცოტა გამიჭირდება იქნება დასჯობდეს რომ ახლა მე გამოვთოჩები ეს ვიდეო ეს ჩანაწერი ეს ავტვირთო სწორედ და მე უკვე ჩავწერო ვიდეო ცალკე 1798 წელს გარდაცვლილ 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე გარსევან ჭავჭავაძეს რომ დაავალა ხელმოწერა იმ ერეკლე მეონეზე და უფრო კი ბანდიტ ირაკლი კობახიძეზე რომელიც პაპუაშვილთან ერთად წარმოაჩენს ისე რომ მეფე ერეკლე კი არ არის მნიშვნელოვანი არა ისიც მნიშვნელოვანია განა არა მაგრამ გზა მეფე ერეკლესი გეორგიევსკის ტრაქტატის გზა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე თვით მეფე ერეკლეც კი ამაზე ვიდეო ჩვენ გვექნება თბილისის დროით 5 საათისათვის